გამარჯობა შემოწყვილება და საყვარელი როგორ ხართ? და გიმოდით ახალი ვლოგით. ეხლა ვარ მეხტავთ სახში ვარ. სად ვარ ლუკასთან და გურიკასთან. ოღონდ გურიკა მარტო სახში და დედა ჩემდებოდა ჩემ ლუკა არ არის, იმიტომ რომ ლუკა არის თბილისში. მოვიდით მოსალოთ სად. ეგ არის ამბავი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი არ ყვებოდი, მაგრამ ეხლა უკვე შემიძლია რომ გაგიმხელოთ. იმიტომ რომ ოფიციალურია. ანუ ლუკა გახდა დინამოს გუნდის წევრი, ანუ დინამოში ითამაშებს, დღეიდან უკვე ოფიციალურად აიყვანეს. ხოდა ასე რომ ეხლა უკვე მოვიდით იმის რომ ვილოცოთ დედა ჩემს და პიცა ჩემს. ხოდა მოლოცავს ვიღებთ, მოკლედ. გვინ გავიგეთ უკვე დიდი ხანია იქ არის და ასე ვთქვათ შესაძლოა ტურები და რაღაცები გაიარა. მაგრამ ეხლა უკვე ოფიციალურად აიყვანეს, ამიტომ შემიძლია რომ გითხრათ. ვიდნენ ეკლესიაში მე ვარ წავედი. იმიტომ რომ შარვალი მაცვია და შოვალ მაინც ტყუილად. ძალიან წუნს ხოდა არ მეგონა რომ წავიდოდნენ. ხოდა ჩემთმა და ისინი მაინც წავიდნენ ეკლესიაში. მოკლედ ესეთი მაგარი სიახლეები გვაქვს. ჩვენ. ხო. რაც შეეხება ლუკას ამბის გარდა ახალი სხვა მეტი ადაბადების დღე მქონდა პირველად, მაგრამ არ გადამიხდია, ანუ არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ ჩვენ მეზობელი ან პეტაბეს ჩვენი სახლის გვერდით ცხოვრობს, ეგ გარდაიცვალა. ხო და ამიტომ პრაქტიკულად ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, იმიტომ რომ ხერხული იქნებოდა. ხო და ნუ დიდად აღნიშნავს არ ვაპირებდი, მაგრამ რაღაცის გაკეთება მაინც მინდოდა და ან დედა ჩემ და ისინი მაინც მოვიდოდნენ, მაგრამ რადგან ეგრე მოხდა, მე ეგეც ვეღარ მოვახერხე. ამიტომ არაფერი არ გამიკეთებია. ჩემს საბადემ დღეს უბრალოდ ვიყავი სახლში და მორჩა. ანუ რადგან ახლა ის ცალთ გვერდით, იმიტომ რომ სახლის გვერდით რომ მეზობელი მოგიკვრება, ფაქტობრივად ვერ გააკეთებ ვერაფერს, იმიტომ რომ უხერხულია და არასწორი გონია. ასე რომ არა უშავს ხერხი წელი გამოვტო. დიდი არაფერი, ამით არ დამაკლდება. ასე კი მაინც მომიმატა. ერთი წელით რა. აი ვეჩემ. ხოდა ესე. მე ამინდის გარდა რაც გარეთ გვაქვს, ძალიან ცუდი ამინდია იხდა. წვიმს გაუჩერებლად ამილით როგორ მოვახცეთ, არც ვიცი. ხოდა აქ დედა ჩემს აქ, რა თქმა უნდა ისო რაღაც ყვავილები. აი აქ ვარ ამდენი წელი არ შეცვლილა. აი აქ ყველგან ბურთს ნახავთ, იმიტომ რომ ლუკა ხა ფეხბურთელებს ახშოხა აქ. ამაზე აწყობენ ხოლმე ყვავილებს დედა ჩემი ძალიან მომაზია. ყვავილების დასალგებელია აი ეს, მაგრამ ხა რა აქ დაალგებულია. ხოდა ხალი ჩაკ. ეს არის გურიკას კომპიუტერი, ოღონდ ეს არის ანტიკვარი კომპიუტერი, ვერ წარმოიდგინეთ, რამდენი წლის აგვე 2010 თუ 2009 იყიდეს. აი სანათი წელს ვაჩუქე მე, ეს არის მესი, მისი საყვარელი ფეხბურთელი და ეხა წელს დაბადების დღეზე ვაჩუქე მე ანათებს. ჩვენი მესი. თავისი საფრთხო იმით რა ქვია, მოძრაობით. ხო და აი აქაც აქეთ მხარეს ისიც დედა ჩემს არის. ეს ნაწილი, აქ სულ ხილია. და კიდევ კაცმუშკები ყავს, ნახეთ. აქეთ ბუხარი, ძალიან მიყვარს. აქ ცეცხლს ანთებენ ხოლმე განსაკუთრებით ახალ წელს და ძალიან ისეთია. ამაზე ჩანს გული. ბაბუა. ის გვერდით მთლიანად ჯულის არის კიდე კიბე. ხო, აი ეს მთლიანად ჯულის არის, აი ეს. ეს გვერდით. აი ეს. სეტკა შაშობო. ისო, იქით. აი ჯულის რედი. ხო, მოკლედ როგორც გითხარით ისა სახლი, ეს კიბე მოკლედ ძალიან საყვარელი. ზალამაზე ჩემი აზრით და აქეთ არის უკვე სამზარეულო. აქ უკვე სუფრა გაშლი, მაგრამ ჯერ არავინ არ დამსხდარ ვართ უკაცრავად ნადამება, იმიტომ რომ ეკლესიაში არ წასვლებ როგორც გითხარით. ვგიჟდები აი ამ რაღაცავად თუ რაღაცაზე დედა ჩემი რო აკეთებს, მე მგონი ეგრე ვერავინ ვერ აკეთებს ამ ქვეყანაზე და აქ არის კიდევ თავად სამზარეულო. როგორც ხედავთ, ღომსაც უხტავი აი სამეგრელოში. სადმე რომ მიხვალ ღომი რო არ გაგიკეთონ, მე მგონი ეგეთი, მაგრამ მე არ ვჭამ ღომს. Sorry. ხედავ, აი ესეთი რამდენი რაღაცა ჩვენც მოვიტანეთ აქ რაღაცები, აქ კიდე რაღაცები იყო და ხო, აი ესეთი ამბავია ჩვენთან. ჩვენთან რა დედა ჩემთან.
აქეთ არის კიდე გურიკას და ლუკას რაღაც ჯილდოები და რაღაც მწვენები და რაღაც ღვინოები. ხენკი მწვენები და რაღაც ისინი სასმისები, იმიტომ რომ გუშინაც იყვნენ სტუმრები მოსულები და მოულოცეს და რაღაცები ეს სასმელი სავარაუდოდ მოუტანეს. რა არის თუ ცარიელია დაულევით. ხო და კიდე რაღაც ჯილდოები და რაღაცებია. აქ ლუკასი მონაწილეობდა მაგალითად ამაში. ბათუმი კამპში. არჩამ უგლიჩო. აქ ზოგი ესენი არის გურიკას ჯილდოები, იმიტომ რომ გურიკაც რაღაცებით იყო მოკლედ დაკავებული და აქ რაღაცები კიდია, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, კუთხე დეიდე ჩომს მოწყობილი. ნუ აქეთაც ნახავთ რომ არის უამრავი ბურთი, უამრავი ბურთია, იმიტომ რომ ეგეც არის, იქითაც ხო გაჩვენეთ, იმიტომ რომ ნუ ლუკა რადგან ფეხბურთელია, არ ვიცი, ფეხბურთელის სახში თქმა უნდა არის უამრავი ბურთი. და კიდე არის მათი ძველი სათამაშოები ბავშვობის, რომელსაც დედაჩემი რატომღაც ინახავს საგულდაგულოდ. და ამგვარად ვარ ესე დედაჩემის სახში და ავიღნიშნავთ ლუკას წარმატებას, მოკლედ מאוד მნიშვნელოვანია ეს ფაქტი მეზეთ რომ უკვე ამდენს მიაღწია. რამდენი გზა გაიარა, მაგრამ მაინც მიაღწია თავისას. ანუ მე დარწმუნებული ვარ ლუკას ახალს კიდე ბავშვი არ გავიგებთ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ შთამბეჭდავი გზა აქვს ლუკას ამ თავის კარიერის მანძილზე გავლილი. ნუ ჯერ მხოლოდ 16 წლის არის თანად დაგაუწყდეთ, არ არის დიდი. იყო რუხის აკადემიაში, ეგ იცით, ჯერ მაგ მონაკველი და იყო კაპიტანი. შემდეგ მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში და იქაც თამაშობდა. და ეხლა უკვე აკადემია დაამთავრა რუხის და აიყვანეს თბილისის დინამოში, რაც აი სახუმარი საქმე ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ იქ ყოლა არ აყავთ და ძალიან დიდი შესაჩევი გაიარა მანამ, მაგრამ ოფიციალურად აიყვანენ და ჩვენ აქ დიდი ხნით ადრე ვიცოდით, უბრალოდ არ შემეძლო ესე რომ მეთქვა თქვენთვის ესე, რადგან ოფიციალურად არ იყო კონტრაქტი გაფორმებული. ახლა ხვდებით და კიდევ ეს არ არის ყველაფერი, უკვე ყავს ძალიან მაგარი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მენეჯერი, მაგრამ ამ დეტალებს კიდე ბოლომდე ვერ გეუბნებით. მაგრამ ძალიან ბევრი სიახლეები გველოდება, მე მგონი წინ და ძალიან მიმეტება მოკლედ გამარმა ყველაფერს აუცილებლად გაგიზიარებს და ლუკას თამაშებს რო წავალ აუცილებლად გადავიღებ და მაგარ ვლოგებს, იმიტომ რომ მალე მე თბილისში გადავდივარ და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა გველის წინ. გარეთ გავიდეთ ახლა. კაი ნახო რომ ანუ გარეთ არის ისინი წვიმა, ეგ ნახეთ. შევაწერო კამერას. და აი ეს წარმოიდგენთ როგორი ცუდი ამინდია და როგორ ცივა. ხდი კატა. ვაიმე, მის კატა. დედაჩემ ყავს რამდენიმე კატა, რომელიც მივაჩუქე, როცა კნუტები იყვნენ. და სულის სახი. სიყვარულო. შენ მე აღარ გახსოვარ, ხო? ნახე კუდარ მაგარი. გული გამისკდა რას კაკანებს კათამი. ეგ კიდევ დედაჩემ ყავს რაღაც ბროლერის ჯიშის რაღაც თეთრი დიდი ქათმები. ნახეთ როგორ წვიმს იქით ვერც გავდივარ და ასე ეს ნაწილიც ანუ აქეთ ხო ხედავთ ეგ ხეხილი და რაღაცები აქვს. ეს არის დედაჩემის საწყობი შემოვი ჭხიტე აქ კომფორტები და რაღაცები. აქაც უაგია. ჟოლუსი რომელია თუ მარწყვის. აქ რა არის ალუბალი თუ ტყემალი? ასე რაღაცები. და კონსერვები მოკლედ ის ჩვენ სხვა გზებში ყველა კეთებს აქ. მოდი, ეხლა ხან გამოვიცვალე ჩემთვის სახლის დასაწყელი. ეგრევე გამოვიცვალე, ეგრევე მიყვარს ხოლმე გამოცვლა. ხო და ხის თანაცმლის კომფორტულად ჩაცმა. მოკლედ ის აქ საშუალო წვიმს. ტაქსით წავედით და ტაქსით მოვედით. და არ მთელი დღე არ გადავღე. მთელი დღე არ გადავღია დამყვალ წვიმას. ხო და ხა ფანჯიდან ვიყურებოდი და ისა ძახს მე დაუტყვე ძახს ხო და ეს რა ქვია ჭამია ხა კიდე დავაჭამე იმიტომ რომ მთელი დღე ამ დილის მერე ხა რამდენი საათი გავიდა ხო და ხა აქეთ გაჩვენებ წინ გახდება აი წვიმიანი აი ამ სახში ცხოვრობდა შემოძობილი რომელიც გარდაიცვალა მოხუცი კაცი ხო და აი ესე ახლოს რო ცხოვრობ და თქმა უნდა დაბადების დღეს ვერ გავაკეთებდი და ამიტომაც არ მქონდა დაბადების დღე წელს. ესე ახლოს ახლა თან თელი ცხოვრება ვიცნობ და ის შემდეგ ძალიან ახლოს ვარ ერთმანეთს
საერთოდ ყველას იცნობ და ყველას არ ახლოს როა ხო იცით და აი ასე რომ შემოხდა, მაგრამ რა უშავს ერთი წელი არაფერი არ დამაკლებია. ეხლა ვიდეოს დავმონტაჟებ. ხო და დავკიდებთ. მიყვარხეთ ყველა.